ვიდეოში ნახავთ მეორე თაობის რეპტორს, ასევე ნახავთ პირველი თაობის რეპტორს, ნახავთ off-roads, ასევე დააპგრეიდებულ რეპტორებსაც ნახავთ. ვიდეოში ასევე იქნება რამოდენიმე ჩელენჯი, ასევე ვნახავთ საიდან დაიწყო რეპტორის ისტორია და რა თქმა უნდა იქნება დრაგი. არხის წარმოდგენია სპორტული საინფორმაციო პორტალი Crocodile. სანამ დავიწყებთ დღეს ჩვენი სტუმრის განხილვას, აუცილებელია რომ წავიდეთ წარსულში, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. 1990 წელს შორელმა გადაწყვიტა რომ გამოიშვა პირველი სპორტული პიკაპი 454 SS-ი, რომელშიც ჩატენა 7.4 ლიტრის მოცულობის ძრავი. ეს GMC ნახა თუ არა, მე რითი ვარო ნაკლებიო და ადგა გამოუშვა GMC Cyclone 4.3 სუპერჩარჯი, წარმოიდგინეთ პიკაპში 4.3 სუპერჩარჯი. GMC-მ თავისი მარკეტინგული კამპანია თავიდან ბოლომდე აწყო იმაზე, რომ GMC-ს პიკაპი ასწრებდა Ferrari 348-ს. Ford-მა ნახა თუ რამდენად კარგად იმოქმედა სპორტული პიკაპების გაყიდვა კონკურენტ ბრენდებზე. მაგ პერიოდში Ford-ს ყავდა მოდელი F150 მეცხრე თაობა. გადარეკეს SVT-ში. SVT იყო კომპანია, რომელიც Ford-ს ემსახურებოდა სპორტული ავტომობილების აწყობაში. SVT ადგა და Ford GT გადმოაწყეს F150-ში და მივიღეთ 5.8 ლიტრიანი მოცულობის ძრავი, 230 ცხენი, მეტი არაფერი. ეს იყო უბრალოდ სპორტული პიკაპი, რომელსაც არანაირი საპიკაპე დანიშნულება არ ჰქონდა. ეს იყო უკვე ავტომოყვარულების მანქანა. სწორედ ამ ძარაზე მოხდა პირველი F150 SVT Lightning-ის აწყობა. ექსტერიერი სრულიად შეცვალეს, რა თქმა უნდა ცხენის ძალები დაკიდების სისტემა ავტომატურად შეიცვალა. ამათი საკულტო ფერი იყო წითელი. ამ მოდელმა დაუდო დასაბამი იმას, რომ დღეს ჩვენ ყავს Ford Raptor. $2008 წელს SEMA-ს ავტოშოუზე Ford-მა წარადგინა პირველად Ford Raptor-ი. Ford იმდენად დარწმუნებული იყო, რომ ეს მანქანა იდეალურობასთან ახლოს იყო, რომ ავტოშოუდან ეგრევე გააგზავნა ბაჯა 1000-ზე. ბაჯა 1000 ტარდება მექსიკაში, სადაც 850 მილი უნდა გაიარო შეუჩერებლად. თან უგზოობაში. ეს ტესტი გაიარა Ford-მა და საბოლოოდ მივიღეთ შედეგი, რომ ჩვენ ყავს სერიული მანქანა, რომელთაც შეგიძლია ქალაქში იგაზაო, იმხელა ძრავი აქვს, სახლის სამსახური იარო და ასევე ძიმე off-road-ზე შეგიძლია რომ გადახვიდე. მანქანა იმდენად ძლიერია და იმდენად ჩქარია, რომ Ford-მა შეზღუდა გაუკეთა 160 კილომეტრზე, რომ ვიღაცა ტიპი რომ გამოიყვანდა ამ მანქანას, რაღაცა ტყეში 200 და 300 და არ გაფრენილი. ორწლიანი ტესტების შემდეგ 2010 წელს Ford-მა უკვე სერიულ გაყიდვებში გაუშვა და პირველ წელს 10000-ზე მეტი მოდელი გაყიდა. ოფციები იყო Raptor-ის 2, 5 და 4 და 6 და 2. რა თქმა უნდა, ყველა მის Raptor-ის გამოსაყვანად მიდიოდა სენში, ყველას უნდა რაც შეიძლება დიდი ძრავი 6 და 2. ასე რომ მალე ამოიღეს 5 და 4. დაგვრჩა 6 და 2 ატმოსფერული ძრავი, 411 ცხენი და ვერვა. ფასი $40000 იყო მაშინ 2010 წელს, ეხლა $40000 რო გადმოიყვანო, შეიძლება 350000 გამოვიდეს, მაგრამ მისაღები ფასი იყო. ეს არის შემთხვევა, როცა Raptor-ი ჯერ ბოლომდე Raptor-ი არ არის და ეს არის SVT Raptor-ი. მინიმალური ცვლილებები შეიტანეს. წინ ამ შემთხვევაში ეს გადაკეთებული აბლიცოკა გვაქვს, მაგრამ წინ Ford-ის ლოგოს მაგივრად შეცვალეს და დააწერეს უბრალოდ სიტყვა Ford-ი. მეტი აგრესიულობისთვის ჟაბრები დაამატეს კაპოტზე და გვერდზე. 12 სანტიმეტრი დადუტეს მანქანა უფრო ესეთი დიდი და აგრესიული ყოფილიყო. პირველად ხდება დაკიდების სისტემა Foxy, რაც დღემდე გააგრძელეს და ამის მე ორი თაობა გამოვიდა და კიდე Foxy არის დატოვებული. შიგნით მინიმალურად შეცვალეს სავარძელზე Raptor-ი ამოტვიფრეს და სპიდომეტრზე წერია SVT. ეს მაინც იქით მიდის, რომ მინიმალური
ძრავზე და რაღაცეებზე არ დავამატებ, რა თქმა უნდა შეცვლილი არის. მინიმალურად შეცვალეს, მაინც თითქოს ბოლომდე არ იყვნენ დარწმუნებული ამ მოდელის წარმატებაში. მაგრამ ჩვენ ყავს მეორე თაობის რაპტორი, სადაც თავისუფლად შეგიძლია თქვა, რომ თვითონ Ford-ი დარწმუნებული იყო, რომ ეს მოდელი იქნებოდა წარმატებული და თითქმის ყველაფერი შეცვალეს. ძველ თაობაში 6 და 2 გვაქვს, ახალში 3 და 5 ეკობუსტი. გადავედით ეს ეკოლოგიაზე, ზრუნვაზე და რაღაცებს და ეგ ჩვენ ავტოინდუსტრიას ცოტა უკან ხევს. მაგრამ სამაგროდ ხეები ამოდის. ეს ძრავი იმდენად ბოლომდეა გაწურული, რომ შეიძლება რომ საბურავზე ხშირად ძრავი ცვალო. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელი ბევრად ჩქარია, 5 და 3-ში იღებს ას და ეს 7 წამში იღებს. წონებული ვარ, რომ რეპტორის მოყვარულებისთვის, ესე დიდი მანქანების მოყვარულებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ატმოსფერული დიდი მოცულობის ძრავი გედგეს, ვიდრე რაღაცა 1 წამით გააუმჯობესო 0-100. მაგრამ ამის უპირატესობა რაც არის, რომ ეს ძრავი მთლიანობაში მსუბუქია და პიკაპის პრობლემა რაც არის, წონის გადანაწილება, ბალანსი უფრო დაიცვეს ამით. ეს მოდელი რო გაეწურად გარდა ძრავისა, გადაცემათა ყოლოფით ამას აქვს 6-იანი, იმას აქვს 10-იანი, ყველაფერი დააპატარავეს, რომ რაც შეიძლება მეტის ტექნოლოგიები ახლა განვითარდა და იციან ყველაფრიდან, გადაცემებიდან, კაროკინა ხიდიდან, ყველა და საიდან რა როგორ 1-2 ცხენი საიდან ამოიღო და მთლიანობაში ეს უფრო კომფორტული სასიარულოა ქალაქში. ეს არის რკინა, ეს არის ალუმინი. მთლიანობაში 226 კილოთი მსუბუქი არის ეს მანქანა. ჩათვალე 1 ჰალკის ნაკლები არის ეს მანქანა. მოდი ხმის ტესტი გავაკეთოთ ეხლა. ჩემი სიტყვის ისეთ არ გჯერათ, რომ თქვენ თვითონ გაიგოთ, ყურში მოისმინოთ. აი ნამდვილი 6 და 2 ატმოსფერო. ეხლა ამ მანქანას დავქოქავ. შეიძლება დაქოქილიც არის და არ გვესმის, მოიცა ვნახო. ესე იგი ამას გაიგეთ რომ დაიქოქა. აბა გაზი თუ ექნება ხმა. იაპონურ მანქანას ყავს. ამერიკული არაფერი ეთყობა იმას. ამასთან გვერდზე აქვს ესე ორი გამოწეული და ნამდვილი ამერიკული არის ეს. ამ ხელა მანქანის ანუ რომ გაჩერდები და ვიღაცამ რო არის ის რა ძრავზეა რაღაც რო ხედავენ, ვა რა მაგარია და აუ რა ძრავზეა და 3 და 5. და ეკობუსტი აღარ უნდა მიაყოლოთ, მაგრად ეხლა. იმას ეთყობა, ხმაზეც ეთყობა, არც კითხავენ, რამდენი ეგრევე კითხავენ, 6 და 2-ია, 7 და 3 თუ 8 და 4. ამიტომაც გამოვიდა ახალი რაპტორი R, რომელიც არის ვერვა. F150 წლების განმავლობაში ითვლებოდა ფერმერების და ხელოსნების მანქანად. რა თქმა უნდა, პიკაპი იყო და პიკაპის ამიტომ მოიგონეს, რომ რაღაცები ეგრევე ჩაგეყარა, სათავსო ქონოდა დიდი. უკან იყო რესორებზე, რომ ტვირთამწეობა ქონოდა დიდი. ძრავიც არ ქონდა ეგეთი მოცულობითი და ბევრს არ წვავდა და ბევრად ეკონომიური იყო. მაგრამ Ford-მა გააკეთა რეპტორი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა აბსოლუტურად და ეხა ეს მანქანა ყველაფერია გარდა ფერმერების და ხელოსნებისა. რეპტორი გახდა ბიზნესმენების მანქანა. Ford-ი პირველ გენერაციაში თუ არ იყო დარწმუნებული, რომ ეს მოდელი წარმატებით გაიყიდებოდა, ამაში როგორც გითხარით, დარწმუნებულები იყვნენ და ყველაფერი შეცვალეს აბსოლუტურად, სრულიად განსხვავდება, როგორც აი რაღაცა F1 რო აიღო და მე F1-ის M რო აიღო, ყველაფერი სხვადასხვა. მივიღეთ სრულად კომფორტული მანქანა, მაგრამ თავარი პრობლემა ამ მანქანის ის რჩება ჩვენ დღევანდელ რეალობაში, რომ ძალიან დიდია. ქალაქში მანქანის დაპარკინგება შეუძლებელია, ორი მანქანა ერთდროულად უნდა გამოვიდეს, რომ შენ შეხვიდე. მოძრაობისთასაც ახლოს თუ რაღაცა პატარა მანქანამ ჩაგიარა, ვერ დაინახავ. Ford-მა ასევე მოგცა საშუალება, რომ ეს მანქანა მიუხედავად იმისა, რომ დააპგრეიდებულია, კიდე გადააპგრეიდო, კრილოები დადუტო, უფრო უკეთესი პადვესკა დააყენო და სხვა რაღაცები შეცვალა, stage 1-ის stage 2-ები ჩაწერო. ამიტომ რომ ჯობია რომ მანქანას შევცვალოთ და უკვე გადავიდეთ დააპგრეიდებულ ვერსიაზე და გამოვცადოთ off-road-ში. 63 high, coming in on target. You need to move a little faster than that, son. Seat is light.
აქამდე შემორჩი ვიდეოს, ესე იგი მოგწონს ჩვენი კონტენტი და ხო თუ მოგწონს, აუცილებელია რომ არხი გამოიწერო, რომ ჩვენ ავიდეთ 100,000 გამომწერზე და 100,000 გამომწერზე ჩემ დანაპირებს შევასრულებ, რომ ავიღებთ ნებისმიერ მანქანას, ჯერ არ ვიცით. გადმოვაწყოთ, მანქანა off-road-ზე ცივლის, ასფალტზე ცივლის და თან ასევე გადაცუროთ თბილისის ზღვას. თუ გინდა ესე, თუ გინდა ესე. მაგისთვის აუცილებელია რომ არხი გამოიწერო. სტოკი არაფერი არ ვარგა. ყველა მანქანას რო ყიდობ, რაღაცა უნდა გააკეთო, გადააკეთო და ამ შემთხვევაში ყავს დააპდეიტებული რეპტორები. ეს წინა უკანა კრილო ეცვლება და უფრო დიდი და აგრესიული დგება და ორივეზე შეცვლილია, ორივე რეპტორზე. ეს ყველაფერი შეგიძლია მიხვიდე GM-ში და ესე მოგიხსნიან და ახალ კრილოს დაგიყენებენ. გარდა მაგისა, ამ კონკრეტულ ავტომობილზე შეცვლილია სამუხრუჭე სისტემა, ალკონის სისტემა აყენია. ასევე რა თქმა უნდა დაკიდების სისტემა, აიკონის დაკიდების სისტემა აყენია, ბევრად გრუპი არის და ბევრ რაღაცებს ჭამს. ბევრი რეგულირება, განათებები და წინა ბამპერი, რაზეც თქვი, უეჭველი უნდა შეცვალო წინ, თვითონ თავისი რაღაცა ისეთი. ქალაქის ბამპერი აყენია და პატარა ბამპერი რო უყენია, ეს მთელი ხადავოი ჩანს და ქალაქში რო დადიხარ და off-road-ზე ან trial-ზე რომ მიდიხარ, ეს პადვესკა როგორ მუშაობს და რაღაცები ყველაფერი ეტყობა. ეს ბამპერში GM-შია გაკეთებული. აი ესე გამოდის, რომ შეგიძლია რომ ეს მანქანა ესე მიიყვანო, გასაღებით დაუტოვო და აი ესეთი წამოიყვანო. თუ დაკიდების სისტემასაც რაღაცებსაც მოიდობებ, შეგიძლია ეგეც შეცვალო და უკვე ისეთი გეყოლა. ეს ხო არის დააპდეიტებული, ის გადააპდეიტებული რეპტორია. დისკები უეჭველი უნდა დააყენო, ბედლოქიანი დისკები, რომ არ გადააგძვრე სადმე, თორე ამაზე სადმე რომ მიდიხარ off-road-ზე ნაკლებად, აი trial-ზე ჩქარა რომ მიდიხარ და სადმე გადახტე, გადმოხტე, საბურავი თუ გადაგძვრა, უეჭველი კრიშაზე ხარ ეგრევე. ასე რომ დისკები პირველ რიგში უნდა შეცვალო თუ off-road-ზე აპირებს სიარულს. ამ კონკრეტულ რეპტორზე ტურბოები შეცვლილია, გარეტის ტურბოები აყენია ბევრადი და ასტროეკის პროცესში არის და ამბობენ რომ 800-900 ცხენი უნდა ამოვიღოთ. ამდენად ამოიღებენ სტოკი ძრავიდან არ ვიცი. ძრავი როგორც წინაზე აღნიშნე რომ შეიძლება საბურავებზე ადრე ცვალო და ნახოთ რა იქნება. თავარი კიდე ყველაზე დიდ აგრესიას რაც მატებს უკანა ესე ორი საბურავი როგორ ჩადებული ბაჯას ვარიანტში თითქოს რაღაცა დაკარზე მიდიხარ, სადღაც მიდიხარ. რეპტორი არის მანქანა რომელიც აი ესე უნდა იხმარო, ან ესე. რეპტორი არის ქალაქში სასიარულო და საგორაო და იმიტომ რომ ქალაქში ფუნქცია დაკარგული აქვს, როგორც პიკაპად ვერ იყენებ. და უბრალოდ არის თემა რომ რაპტორი ყავს და თუ გინდა რომ თავის გამოყენება მიცე და იკაიფო, აი ესე უნდა გადააწყო, უნდა გამოხვიდე შაბათ-კვირას და off-road-ზე არა, trial-ზე უფრო უნდა იკაიფო. მიუხედავად იმისა რომ off-road-ზეც მაგრად არის, დიდი მინუსი რაც ამ მანქანას აქვს, სიგძე, ბაზა. off-road-ზე გჭირდება რაღაცებზე გადახვიდე, კალიაში ვიჩახვალ, მე რაღაცა გორაგზე გადახვიდე. იმდენად გრძელი აქვს ბაზა, რომ არ გამოგადგა ხო რანგლერი რო აიღო, კუპე რანგლერი რო აიღო, მაგალითად, ამის ნახევარი წინა საბურავი რო აქვს, უკანა საბურავი აქ. Suzuki ჟიმნებით რო დადიან ხოლმე, ჟიმნით რო დადიან off-road-ზე, იმიტომ დადიან, რომ რაც შეიძლება მოკლე ბაზა ქონდეს, რომ ყველგან ესე გადახტეს, გადმოხტეს. ესე საბოლოო შეჯამება რო ავიღოთ, თუ არ გამოდიხარ off-road-ის ჩემპიონატებზე, შეგიძლია რომ ეს მანქანა იყიდო და ყველგან იკაიფო რა, ჩქარაცია რომ თან ყველაზე მაგარი ის არის, რომ შიგით იმდენად კომფორტულია trial-ზე რო დადიხარ, რომ აი არ წუხდები რა, გარედან ეხა ხო დასრულია, მაგრამ შიგით ეს კომფორტულად შეგიძლია სუფთად იჯდე, ეხა უკვე ვიარეთ და აჰა გადმოვედი, არაფერი ტალახი ზედ არ მაქვს, ჩავიჯდები, გავარეცხავ, მაგრამ ლარიანებში თუ გარეცხავ, შენ სამანქანასავით გაიჯდები ბოლოს. Disrespect, you better follow up with lost it to the lip, but now I'm trophied up. I'm saying like, boom, bop, boom, 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 bop. The type of shit I'm on, you wouldn't understand. The type of skits I'm on, you wouldn't understand. Big dog business, I will not hold your hand.
გამხმარი ხევნახეთ, რომ ჯანსაღი არ დაგვეზიანებინა. გამხარ ხეზე ავით მაინც მოსაჭრელი იყო. კიდე შეგილია ახვიდე, უბრალოდ ვაი და ჩამოგვაგდოს კრილო და რაღაც არ მინდა რომ გავაფუჭო და. ლოუს რო ჩაურთა. ყველა პერიოდის ლიბიაი შუაგული არ მოდო რა. ამახან გული თუ არ დადო, აი ესეთი რისკი გადასასვლელი თუ არ იყო, შანსი არ არის რომ ეს მანქანა გააჩერო. ჩასვლისას თავარია რაც დაკარო ურ გიჭერს რა და ეხა ცოტა გარბის მაინც ესეთი გადაცემა არა აქვს რომ მაგარი პანიჟენი არა აქვს მაგრამ მაგანაც მაინც იჭერს აი ხლა ტორმოზი რო გიჭირავს თავარია რომ მანქანა ისე კარგად მოძრაობს აკეთებს რომ არ გიწევს რაღაცა გადაიკიდე და ვაიმე გადავყირავდი და რაღაცა აი ხარი ისეთი მაგარი პადოს გაქვს ყველაფერი შეჭამა. მე ტანკივით არის მანქანა. თავისას ამართლებს რექტორი. ლისზე ვართ. აი ეს ლისის ტბის უკანა მხარეს თარო არის და დიაგონალებს ეძახიან, ხავერტი 20 წელი აქ მთელი ოფროუდერები მოდიან და მანქანას თავის დიაგონალებს ზომავენ ხოლმე, რომ რამდენზე იშლება და რამდენზე იკეცება და ამაზე ხა ისეთი პადოს გააყენია რომ არ ვიცი რა დიაგონალი უნდა აუკიდოთ რომ ეს საბურავი ძირს არ იდოს. აი ხა კარგად ჩას. აიკონის პადოს გაშლა აქ ბოლომდე რა ვიცი ციდან 3 მეტრზე იშლება ეს უკანა მხარე. ესაც ნახე როგორ შედის. თავარი ოფროუდზე არის რომ პადოსკა რა თქმა უნდა საბურავი და ძრავი. ამ შემთხვევაში ეს ავტომობილი ისეთ მდგომარეობაშია სერიულად, რომ ძრავით ყოფნის, პადოსკაც ყოფნის. რავი, ნუ საბურავები ხა დააყენე და ტალახის მიხედვით, თოვლის მიხედვით შეარჩევ რა. თქმის ყველა ამპულაში გავტესტეთ რექტორი და ყველაფერთან ესე 10-დანაც დაუწევდი. ეხლა ჯობია წავიდეთ რუსთავში, რომ დრაგიც მოვასწროთ. და მოვედი დრაგზე. აქვე რო არ გამოჩეს, ჩვენი ახალი სპონსორი არის LPZ-ები, პრემიუმ ხარისხი და შემდეგ პროექტებში და ვიდეოებში უფრო ცლად და კარგად განახებ, თუ რატომ უნდა ჩაასხათ LP. ჩამოვედი დრაგზე და რა უნდა გვენახა რეპტორის კონკურენტი. და ჩვენ ყავს რამი, TRX 6.2 ჰემი, ვერვა, კომპრესორი, 702 ცხენი. რეპტორის შემდეგ გამოვიდა რამი სპეციალურად რომ Ford რეპტორზე მაგარი პიკაპი ყოფილიყო და ამ პიკაპში აი ყველაფერი ჩადეს რაც იმას ჰქონდა აიღეს და ორჯერ მეტი ჩადეს. ეხლა მაგისტვის ვარ ჩვენ დრაგზე რომ გავტესტოთ რომელი გაასწრებს მიუხედავად იმისა რომ ჩვენი რეპტორი გაკეთებულია stage 2 თუ stage 3 ბოლომდე დანასტროიკებული არ არის რაღაც გარეტის ტურბოები რაღაცები აყენია იმაზე სტოკ რეპტორს შანსიც არა აქვს რომ 100 გრამს დაუდგეს, ამიტომ ცოტა გაძლიერებული მოვიყვანეთ, რომ რაღაცა შანსები იყოს. One of the most terrifying pieces of machinery ever made. ხო გესმის ჩემი? კი. ამაში გეტყვი და ისე წავიდეთ ხო უბრალოდ. 1 2 და 3.
აზრი არა. რევტორი თუ გინდა გააკეთე რაც გინდა ისკენი. ბიჭო, გიდი გაგავზე ბოლომდე. კი, მე მედგა მაშინ რაღაცა ნიტრო გაქვს. არა და დღეს დავდივარ და მაგარი ჩქარი იყო, ეხა ეს თეიჯ რაღაცები, აზრი არა აქვს. არა ხო, დაანჩქარია ბევრი. დაი გვიან დავძარი, ბიჭო, არ გამოვიდა რაც ამ გაჭირა და მოდაიზარი დავძარი. ბიჭო, ეს რაღაცა, თქო, ნასტროიკა ბოლომდე რო არის დამთავრებული, რო რთავს იმენა ჩერდები. ერთი, ორი, სამი. აზრი არ აქვს, ნუ სხვა კლასია, შენი სხვა კლასია. ორგანიზატორებს კლასები აერია თუ ეჭვლის, ნუ მე აქ არ უნდა ყოფილი ყავა. ხო, ვაფშე სხვაგან არის, ვაფშე. ეხლა იცი რა ვქნათ, ერთი 50 მეტრა გამიშვენ 100 მეტრა და მერე წამოდი რა, გვიან წამოდი. აი იცი როდის წამოდი უკვე რო ფიქრობ რომ ვეღარ დავეწევიო მაგ დროს წამოდი რა. კაი. აუ მოდის ჯო არ გამასრო რა პონტია. აუ მაინც ჩემასრო იკაიფე ბოლოში. აუ ბოლოში მაინც ჩემასრო იკაიფე ხო შეიძლება. სხვერი მაინც ჩემეყო, მიუხედავად იმისა, რომ TRX-მა აშკარად დაჯაბნა რეპტორი, ფასში დიდი სხვაობა არის, სადღაც 80,000 ღირსის და ეს სადღაც 150,000-მდე ღირს. აქ მეორე პრობლემა არის კიდე, რომ ესე გრუზავიკებში გადის და გამბაჟებაზე 18% კიდე ძრავით არ ამბაჟებ და $100,000 თუ გადაიხდი მანქანაში, $18,000 უნდა გადაიხდო გამბაჟებას. წელს ძრავს მნიშვნელობა არ აქვს. ასე რომ ეხლა შეჯამება რომ გავაკეთო ამ მანქანის მაგივრად შეიძლება იდგეს ორი რეპტორი. საქართველოში ხო აქვს ომები BMW ჯობიათ Mercedes და ორივეს თავისი სექტა ყავს, მაგრამ ქახნები ერთმანეთს ესე არ ეომებიან. მარტო საქართველოში კი არა, მთელ ევროპაში ეგრეა, რომ BMW თუ Mercedes და ამერიკაში არის TRX და რეპტორი ერთმანეთში ომობენ და რეპტორი გამოუშვა TRX ადგა და აი ეს დაახატა. ესე რომ TRX ჭამს რეპტორს, დინოზავრების ომია. ფაქტობრივად აქ რაც ხატია, რეალობაში ეგრეა, რომ დრაგზე კი ნახეთ როგორ შეჭამა. რა stage 1, stage 2, stage 3 არაფერმა არ უშველა რეპტორს რა. მაინც შეიჭამა. ეს მანქანა აიწყო 4 წლის წინ და რაც დააპდეითეს ყველაფერი მოწდა, რაღაც თავის დრო მოჭამა, რომ ეს კრილოები, ფირი იყო გადაკრული ამ მანქანაზე და ეხლა დრო მოვიდა, რომ ახალი სიცოცხლეობაში უკვე მაგის უნდა შევიყვანოთ GM-ში. არხი გამოვიწერდა თავი, არ დაგავიწყდეს. მაგარი კონტენტი გეუბნება და დაელევს.